ეს არის ჩემი შუამდგომლობა მომავლის უკეთესი სასამართლოს მიმართ. აი როცა დემოკრატიული სასამართლო გვეყოლება კანონმოშიში სამართლის დამცველი, სიმართლის დამცველი, აი იმ სასამართლოს წინაშე ჩემი როგორც მოქალაქის შუამდგომლობა. ჩვენ გუშინ ყველამ წავიკითხეთ, მაგრამ მე მგონი არავინ არ მივაქციეთ სათანადო ყურადღება ღარიბაშვილის ერთ ფრაზას, რომ დღეიდან მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე და სრულისმგებლობას პირდაპირ უკავშირებს ბორის ივანაშვილს. ახლა ამას რომ ვიღაც სიკინჭელაშვილი წერდეს, ან ღობეგლეჯიაშვილი, ან ნებისმიერი სხვა, ეს ერთი იქნებოდა, მაგრამ როცა ამას წერს ღარიბაშვილი, რაღაცები უნდა წავიკითხოს ტრიქონებს შორისაც. ღარიბაშვილმა ივანაშვილზე იცის გაცილებით იმაზე მეტი, ვიდრე იცის ბოდიში და კობახიძემ, ბოდიში და პაპუაშვილმა, ბოდიში და მდინარაძემ, ან ყველა მამად ბოდიში და ერთად. ღარიბაშვილი ივანაშვილის გვერდით იყო, ივანაშვილის ხელის ბიჭი იყო, ივანაშვილის მარჯვენა ხელი გნებავთ 10 წლეულების განმავლობაში. წლებით იქამდე ადრე, სანამ ივანაშვილი აი განცხადებებს დაწერდა ბეჭდურ მედიაში, არ იქა მოდიوار პოლიტიკაში. წლებით ადრე, გახსოვთ ალბათ ის ვერტალიოტების ყიდვის ამბავი, როგორც ივანაშვილი ამბობს. შესაბამისად, სტრიქონებს შორის იკითხება, რომ ღარიბაშვილმა იცის გაცილებით იმაზე მეტი ივანაშვილზე, ივანაშვილის მუშაობის მეთოდებზე, იმაზე რაზე არის წამსვლელი ივანაშვილი, რა შეიძლება იკისროს ივანაშვილმა იმისთვის, რომ მიაღწიოს მიზანს. და ეს იკითხება გუშინდელ განცხადებაში. სავარაუდოდ, ღარიბაშვილმა იცის, რა შეიძლება, რომ ივანაშვილმა შეიძლება თავისი გაბრაზება, თავისი აგრესია მიმართოს არა უბრალოდ კონკრეტული დავნაშავეების, რაღაც ღარიბაშვილების წინააღმდეგ, არამედ მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგაც. გუშინ გავიგე, რომ ღარიბაშვილის ოჯახს უკვე შეეხო რაღაც მისი ცოლის ძმის სიმამრმა, ლექსო თამაზაშვილის დეპუტატი ყოლიათ, ლექსო თამაზაშვილის სიმამრს მოუკლავს თავი. ეხლა რამდენად უკავშირდება ეს გუშინდელ განცხადებას მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ციხეში მждომ ადამიანს უკვე ეშინია საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებისა. ამიტომ მოდი ჩავთვალოთ, რომ ახლა ჩვენ ყველანი ვიშუამდგომლებთ ჩემთან ერთად მომავლის სასამართლოს წინაშე. მოდი შევუნდოთ, ვაპატიოთ ირაკლი ღარიბაშვილს, ყველა დანაშაული, ყველა კორუფციული დანაშაული, რომელსაც ახლა ედავება ბორის ივანაშვილი, ან რომელსაც მომავალში შეედავება, ან შეედავება რომელიმე სხვა თავისუფალი სასამართლო, იმ ჩვენებების საპასუხოდ, იმ ჩვენებების სანაცვლოდ, რომელსაც ის მისცემს ბორის ივანაშვილს. კიდევ ერთხელ, ირაკლი ღარიბაშვილმა გაცილებით იმაზე მეტი იცის ბორის ივანაშვილზე, ბორის ივანაშვილის მეთოდებზე, ბორის ივანაშვილის ჩადენილზე, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. ამიტომ, დიახ, ღარიბაშვილი ამ ჩვენებების სანაცვლოდ, თუ კი მისცემს ამ ჩვენებებს ნორმალურ, სწორ სასამართლოს, უნდა გათავისუფლდეს რაღაც სხვა სასჯელებისგან. მე როგორც საქართველოს მოქალაქე ვითხოვ, რომ ეს კაცი ჩასვან მოწმეთა დაცვის პროგრამაში და არა მხოლოდ საქართველოს მოწმეთა დაცვის პროგრამაში, არამედ შეერთებული შტატების მოწმეთა დაცვის პროგრამაში, იმიტომ რომ ბორის ივანაშვილი არის სანქციების სიაში, შეერთებული შტატების სანქციების სიაში და დარწმუნებულია, რომ იქაურ ეგრეთ წოდებულ კომპეტენტურ ორგანოებს ძალიანაც დააინტერესებთ ივანაშვილის ხელის ბიჭის ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენებები. ასე რომ, ირაკლი, ჰაკიმ, ტრიტრი, რაც გინდა დაუძახეთ. ჩემდა თავად, მე როგორც საქართველოს მოქალაქე, კიდევ ერთ ჩარტერს ვპირდები შეერთებულ შტატებში. შენ ოღონდ ილაპარაკე.